ასე დავიჭერ მიკროფონს. გუშინ იყო მორიგი ცირკი, ქოცური ცირკი სასამართლოში, ეგრეთ წოდებულ სასამართლოში. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის მესამე ეგრეთ წოდებული სხდომა. ზვიგენის საქმე ქვია ამ საქმეს ოფიციალურად, ასე რომ იცოდეთ და ზვიგენის ხსენება მიშას აუკრძალა ეგრეთ წოდებულ მოსამართლემ. ამიტომ რადგან აუკრძალეს, მე მაქსიმალურად ხშირად გავიმეორებ ამ ზვიგენის ამბავზე ბევრს ვილაპარაკებ და ზვიგენს ხშირად ვახსენებ. ზვიგენის საქმის ცალკე ვისაუბროთ ქოცების ცირკზე და ქოცურ ცირკზე და ცალკე თუმცა ესენი არ უნდა გაყო, უკვე მოვიდა დრო რომ არ გაყო. და ვითომ ცალკე იმ ადამიანების, ვინც თავის თავს ქოცებს არ ეძახიან და ქოცებს ვითომ არ თვლიან თავის თავს ქოცებად. წინა ამ საქმის პირველი ორი სხდომა, ამ ზვიგენის საქმის პირველი ორი სხდომა მოსამართლე იყო ვიღაც კაცი. გუშინ იყო მესამე და დანიშნეს ვიღაცა ქალი, თამარ მახარობლიშვილი. სხდომა დაიწყო იმით, რომ ვაშაძის ადვოკატმა ამოყარა მთელი სტატიები, რაც ამ თამარს გამოქვეყნებული აქვს და პოსტები მისი, რაც ნალაპარაკები აქვს. მთელი ცხოვრება იყო ჩვეულებრივი ქოცზონდერი. აი უკიდეგანო ზონდერი. დორბლიანი ზონდერი. აი ასეთი ნაცები უნდა ამოწყდნენ, ნაცები მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ჩალპნენ. აი ესეთ რაღაცებს წერდა მუდმივად, მთლიანად და აი ბოლომდე, კოჭებამდე უკანალში უძვრებოდა ხიხოს. ეს უკანალში ძრომიალი დაუფასეს და დანიშნეს მოსამართლედ. და სუპერ მაღალი მისია მიანიჭეს, რომ მიშას საქმის მოსამართლე იყოს. ვაშაძის ადვოკატმა, რომ დაიწყოთ დაახლოებით 40 წუთი ყვებოდა, ამოუღოეს თავისი სტატიები, თავისი პოსტები, თავისი განცხადებები, რა საშინელებები აქვს ნალაპარაკები სისხლიან ნაცებზე და იმაზე თუ როგორი ანგელოზია ბიძინა და როგორი კარგია ქოცების მმართველობა და ქოცების პოლიტიკა. აი ზონდერები ხო სხვადასხვანაირები ვიცით და აი ეს ქალი არის იშვიათად მწყნერი ჭამია. აი იშვიათად, ქოცებშიც კი რო იშვიათია, ისეთი მწყნერი ჭამია. და უცებ გაიჩითა საქმის მოსამართლედ. ვაშაძის ადვოკატის მერე ყველა ადვოკატმა იგივე გამოთქვა და უნდოდათ ამ ვითომ მოსამართლის საქმიდან აცილება, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად ძალიან სასაცილოა, რომ ქოცების სასამართლოში რაღაცა მიუკერძოებლობას ელოდე, მაგრამ როდესაც მიკერძოებლობა აი ამდენად ნათელია, შეუძლებელია საერთოდ. ანუ სასამართლო ის ხდომებს რომ მოусმინო და რომ გაძლო, იმიტომ რომ გასამართლებს ვიღაცა ქალი, ვინც შენზე ამბობდა, რომ შენ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა ჩალპე. და მერე ბექა ბასილაიამ მიშას ადვოკატმა თქვა, ერთადერთი გამოსავალი გაქვთ თქვენ ახარო თქვათ, რომ ეს თქვენ არ გილაპარაკიათ მთელი ამ წლების განმავლობაში და თქვენ არ დაგიწერიათ და რომ deep state-მა ჩაგიდოთ. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც აი ასეთ რაღაცებს წერდა, საუბრობდა, აი ასეთი პოლიტიკური შეხედულება აქვს, იყოს ამ საქმის საერთოდ რო იყოს მოსამართლე შეუძლებელია, მაგრამ ამ საქმის ხო მით უმეტეს. მაგრამ რა თქმა უნდა პროკურორმა დააიგნორა, ძალიან გაუჭირდა პროკურორს, რომ ეთქვა, რომ ეს ყველაფერი არაფერი შუაში არ არის და ხელს არანაირად არ უშლის სასამართლოს წარმართვას. ამას რო ლაპარაკობდა, იმიდან კვდებოდა ტიპი გაწითლებული იყო პამიდორივით და ფიზიკურად უჭირდა ლაპარაკი, მაგრამ ახლა ევალებოდა და თქვა.
თვითონ ამ ეგრეთ წოდებულმა მოსამართლემ რაღაცა ორფეხა მიკროორგანიზმმა ქალად წოდებულმაც თქვა, რომ არანაირადო ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ მე ასე მილაპარაკია როდესღაც და ახლა ძალიან ჩვეულებრივად ვიქნებიო ძალიან და ჩემს ზემდგომებს ჩემ ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებოდა და ეს ჩემთვის საკმარისია. რომ მე თავს არ ავაცილებო ამ საქმეს, თავს აცილებას არ გავაკეთებ. არსებით განხილვამდე ვერ გადავიდა საქმე, იმიტომ რომ მთელი 3 საათი თუ 2 საათი ვარკვევდით იმას, რომ ვარკვევდით კი არა, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ რამდენად ზონდერი, ხიხოს ზონდერია მოსამართლე, ადვოკატები ლაპარაკობდნენ ამაზე და რაღაცა მომენტში მიშასაც მიეცა ლაპარაკის საშუალება და ეს ხალი მუდმივად აკეტინებდა, რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ, გაჩუმდით ბატონო მიხეილ, დაბძან ბატონო მიხეილის და მიშამ ლაპარაკი რომ დაასრულა, თქვა, ბოლოში წარმოთქვა, რომ დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს და მე მივაძახე დიდება მიშას. მე კიდე უფრო ხმამაღლა მივაძახე დიდება მიშას მეორეჯერ და მოსამართლემ გადიახა დარბაზიდან, ან გაჩუმდიო დიდება მიშას მეთქი. კიდე ამის მერე კიდე რაღაცა და ამ დროს ანუ ვიღაცა რეპლიკას რო იტყოდა დარბაზიდან მიშა აკომენტარებდა ამას და ისე ძალიან იუმორისტულად მე რო ეს დიდება მიშას დავიძახე, ოღონდ ზვიგენები არ არსებობდნო. ხო იციო რომ ზვიგენები არ არსებობენო. აგერო მოსამართლემ რო აგრძალა ზვიგენები არ არსებობენო. კიდე იყო ასეთი მომენტი, როდესაც მოსამართლე ელაპარაკება მიშას და სულ მიმართავს ბატონო მიხეილ და მე უცებ მოუნდა რომ მიშამ თავისთავი წარადგინოს, რომ ვითომ არ ვიცით ახლა მიშა ვინ არის და თქვენი თავი წარადგინოთ და ამ დროს დარბაზი გაწყდა სიცილით და გიორგი ბარამიძეს ვერ გაუძლო უკვე ნერვულ სისტემამ და აფეთქდა კაცი, რას ნიშნავს მიშამ თავი წარადგინე. ასე რანაირად იმცირებთ თავსო და თქვენ რა გოგონიათო საერთოდ თავიო და ვის წინაშე უნდა წარადგინოსო მიშამ თავიო და აღრიალდა და დაიწყეს მე იქ მანდატურებმა ამის გაყვანა და მიშა უყურებს ახლა ასე გიორგის და მოსამართლეს აი ხო ხედავთ ნამდვილი ფაშისტია. ანუ ხო ხედავთ ეს სისხლიანი ნაცები რა ასაკეთ. აბსოლუტურად შეუძლებელია რომ უბრალოდ იჯდე და ისმენდე რამეს ამ ცირკში და რაც უფრო ადრე რო დავდიოდი ის საქმეები არ იყო ისეთი აუტანელი როგორიც ახლა. თან ადრე მხოლოდ მიშა საქმეებს დავდიოდი და ახლა კიდე ბაჩოს საქმეებზე დავდივარ სასამართლოში 4 ოქტომბრის ანუ ბატა ბურჭულაძეს და იქ დანარჩენ დაჭერილებს რო ასამართლებენ და ანუ სულ უფრო და უფრო აბსოლუტური სიგიჟეა. იმიტომ ხურავენ ახლა ნელ-ნელა უკვე ამ პროცესებს, რომ ეს რო გარეთ გამოვი, იმ აკრძალულია გადა ტელევიზიებიც ვერ იღებენ, აკრძალულია გადაღება, აკრძალულია ჩაწერა, ყველაფერი აკრძალულია. იმიტომ რომ ეს რო გარეთ გამოვიდეს, ანუ ხალხი შოკში ჩავარდება იმისგან, რომ როგორი ცირკია. და მთელი სხდომა ხო ვიცინით, თან გაბრაზება გახრჩობს და ეს სტრესი რაღაცნაირად რო გამოხატო და გარეთ გამოუშვა, ახლა გაბრაზება რო გამოხატო, გაგაგდებენ ეგრევე დარბაზიდან. ამიტომ ვცდილობ ან გაიჩინო ან რაღაცნაირად სხვანაირად ან რაღაცა ისეთი თქვა ირონიული, რომ ოდნავ დასცინო ამათ. და ეს სტრესი რაღაცნაირად რაღაცაში რო გადახარშო, რაღაცნაირად გამოუშვა. ეს არის ერთი საწოდაობა, ანუ ეს ქოცების საწოდაობა და მეორე საწოდაობა არის იმათი ყურება, ვინც თავის თავს ოპოზიციას ეძახის. ამასაც ახლა პირველად ვხედავ ამ საქმეში, იმიტომ რომ სხვა საქმეებში მარტო იყო ხოლმე მიშა და ანუ ახლა ამათთან ერთად რო არის გაყიდულ ყლებროჭებთან. ხო ისედაც ვიცით რომ ამათ მიშა იმიტომ არ უნდათ რომ არიან სასტიკად პატარა ჭუჭუები, სასტიკად დიდი ეგოთი,
რომლებიც ხალხს აბულებენ, რომ რაღაცა შეუძლიათ, რომ ვითომ პოლიტიკოსები არიან, რომ ვითომ რაღაცას ებრძვიან, რომ ვითომ ანტირუსები არიან. ანუ პროდასავლელები კი არა, ესენი ანტირუსებიც არ არიან. ლელო, ხაზარაძე და ჯაფარიძე, გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ელენა ხოშტარია, ნიკა მელია, ანტირუსები არ არიან. წერტილი ძალიან დიდი და სამუდამო წერტილი. ესენი ანტირუსები არ არიან. ანტირუსები რო იყვნენ, იქნებოდნენ მიშას ხუთიანის ქვეშ და იქნებოდნენ მიშასთან ერთად მებრძოლები და არა მიშას წინააღმდეგ მებრძოლები. და დარბაზში რო ეხა ხო ყველა ერთად არიან იქ, ხოშტარი არ დადის და მელი არ დადის წინაზე, როგორც თქვი, ესენი დარწმუნებული ვარ, რომ იმიტომ არ დადიან, რომ ვერ იტანენ მიშას ჩრდილში ყოფნას, დანარჩენები რაღაცნაირად იტანენ, მაგრამ აი როგორი არარაობები არიან, როგორი ცარიელი ადგილები არიან, როგორი საერთოდ არ გესმის, ვერ ხედავ, რას ლაპარაკობენ, იმდენად საცოდავები არიან, რომ აი ქოცებზე მეტად ამას რძენი ამათ იყურება. აი რწყევაა ჩვეულებრივ. და როდესაც მიშა ლაპარაკობს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვერ დავძლევთ ამას, რომ აუცილებლად რევოლუციაა გასაკეთებელი, აი როგორ ხან იქით იყურებიან, ხან აქით იყურებიან, ხან თავს ტრაქში შეიყოფენ, ხან რაღაცა, აი რაღაცი, აი განავლის ჭიები. მიშა ერთ სიტყვას იტყვის და ყველას ესმის, ყველას ყურადღების ცენტრშია. ეს სიტყვა ყოველთვის ძალიან ძლიერია, ხმამაღალია, სავსეა გამარჯვების ენერგიით, სავსეა მოტივაციით, სავსეა ოპტიმიზმით. ესენი რო ლაპარაკობენ, აი გვარამია ვითომ ეკამათებოდა მოსამართლეს და იმდენად ჩმორულად ეკამათებოდა, რომ კამათშიც კი ვერ ჩათვლი. აი რაღაც იქვე სასამართლოში ხო ჯერ ერთი თვითონ სასამართლო კი არა ეს არის ცირკი და იმ ცირკშიც იმ ქოცებს აი ისე ეტენებიან რაღაცნაირად და იმდენად აი ესე ჩუმად და საწყლად არიან რომ მიშა სასამართლოები ყოველთვის დამთრგუნველი იყო ყოველთვის ანუ სასამართლოზე რომ მიხვალ მე ერთი დღე გდიხარ და ესე სასოწარკვეთას ყავხარ წაღებული და ახლა ესენი რომ დაემატნენ, ეს სასოწარკვეთა გაორმაგდა და უკვე ერთი დღე არ გდიხარ, უკვე რამოდენიმე დღე გდიხარ. სასწაულად სასიამოვნო იქნებოდა, რომ არსებობდეს ასეთი საქმე, სადაც მიშას, ბაჩოს და პაატას ერთად ასამართლებენ და ისინი რომ სიტყვას წარმოქვან და ერთ მეორეს რო აჯობებდნენ აი ასეთები რო იქნებოდნენ. ძალიან კარგი იქნებოდა მოსასმენად. ბაჩოს მოსმენა სასამართლოზე არის უდიდესი სიამოვნება. უდიდესი ძალა. იმიტომ არის ბაჩოს საქმე დახურული, რომ ეს ძალა არ უნდა იგრძნოს ხალხმა, ეს არ უნდა გაიგონოს, არ უნდა დაინახოს. თორე წალეკილია საკოცეთი. დღეს მაიამ დაწერა კარგი პოსტი ნადირაძემ. რომ კობახიძე გახრწნილია, უბრალოდ ლეშის გამტანი არ არის არავინ ქვეყანაში. ლეშის გამტანები ციხეში ზიან. მიშა, ბაჩო. და ესენი კიდევ ერთხელ გვარამია, ჯაფარიძე გირჩი, ჯაფარიძე ლელო, ხაზარაძე, მელია, გვარამია ვთქვი, ხოშტარია, ლეშის გამოტანებიც კი ვერ არიან. ანუ ისინი კი არა რომ მართლა რაღაცა ქნან და რეალური რამე პოლიტიკური შედეგი დადონ. აი აბსოლუტური ნოლები, ლეშის გატანაც კი არ შეუძლიათ.
დამპალი გახრწნილი კობახიძის გატანა არ შეუძლიათ. ამათთან ერთად არასოდეს არანაირი არაფერი საქმე არ გაკეთდება. არასოდეს არანაირი. და იმის გამო, რომ ეს 14 წელი როგორ ატყუებენ ხალხს, როგორ ემსახურებიან ბიძინას, როგორი გარიგებულები არიან ბიძინასთან, როგორ მოჩვენებითად არიან ანტირუსები. ამათი პოლიტიკური მომავალი არის გადახაზული. ესენი არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ. ყველა სანაგვეზეა გადასაყრელი. აი ეს ვითომ და ვაი პოლიტიკოსები ყველა სანაგვეზეა გადასაყრელი. მე თუ როდესმე მეღირსა პოლიტიკაში მოსვლა დეოკუპაციის საკითხებში სამუშაოდ, არასდროს არც ერთ მათგანს არ გავიკარებ. არასდროს, აი უბრალოდ რომ ვინმემ რომ მითხრათ, რომ აი შენ გუნდში აიყვანე რა ყავის მიმტანად გყავდეს მაგალითად. არა. იმდენი სისაძაგლე მოუტანეს ქვეყანას. იმდენად გაუფუჭეს ქვეყანას საქმე. იმდენად ყველაფერში ხელს უწყობენ მტერს, რომ ჩემთვის ამათი ლუსტრირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქოცის ლუსტრირება. ქოცი ვიცით რაც არის. ქოცი ყოველთვის არსებობდა, მიშას დროსაც არსებობდა, ქოცი ოღონდ პლინტუს ქვეშ არსებობდა და ხმის ამოღების საშუალება არ ჰქონდა და ძალიან კაი იყო და კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ქონოდა. რეალურად კი იღებდნენ, მე არ ვაქცევდი უბრალოდ ყურადღებას მაშინდელი ოპოზიციის ციკვინს, თორე ვიღაცებს ხო ესმოდათ. მთელი ცხოვრება ხო ამათ რუსეთია ფინანსებს. ხო და იმათი ლუსტრაცია არ არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც აი ამათი ლუსტრაცია. კიდევ ერთხელ ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია. ლელოები, გირჩები. სანაგვის ბინადრები ხართ და პუტინის განავლის, ხიხო პუტინის განავალია. თქვენ ხართ პუტინის განავლის განავალი. პუტინის ტრაკისჭიები. მტრები. მტრები ხართ პროცესის, მტრები ხართ ბრძოლის. მტრები ხართ საქართველოსი, იმიტომ რომ საკუთარი არსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიგაჩნიათ, ვიდრე ის, რომ მისცეთ მიშას კიდევ ერთხელ ქვეყნის გადარჩენის საშუალება. მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ რუსეთი ყველგან დამარცხდეს და უცებ საქართველოში გაემართოს. ყველგან დამარცხებულია რუსეთი. და საქართველოშიც და მერე თქვენ ვინც ზედ დაგხედოთ საერთოდ, ერთადერთი შემოგხედავთ იმისთვის პერიოდულად, რომ მოგაფურთხოთ. მეტი არაფრისთვის. ისტორიის ჭიები. ახლა ვინმეს ძალიან გაბრაზებული თუ მოვაჩვენები და ძალიან რადიკალური. ცივწყალი დალიოს. მიშას გაუმარჯოს, მიშას დიდება და მიშა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთადერთი გადარჩენის გზა ამ ქვეყნის. თუ არა და მერე კიდე ერთი 50 წელი ვიარსებოთ ამ ძღნერში და ველოდოთ ახალი მიშას დაბადებას. გიგი ამბობს იმას, რომ ასე გამოვალთ მდგომარეობიდან. რომ კიდე ბევრი წელი ვიქნებით ამ ძღნერში და მერე დაიბადება ახალი მიშა, მაგრამ მე ასე არ მინდა. არ მაწყობს ეს სცენარი, იმიტომ რომ ზედმეტად გრძელვადიანია. მიშას თავისუფლება, მიშას დიდება, მიშას გამარჯვება. მიშა არის რუსეთის ყველაზე დიდი მტერი მსოფლიოში. მიშას წამოეწია ტრამპი. და ეს ორი ადამიანი
მინდა რომ მოესწრნონ ერთად მუშაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მიშა გარეთ უნდა გამოვიდეს, ისე მაინც რომ აი ტრამპის ბოლო 2 წელი მაინც რომ მოუწიოს ტრამპთან ერთად რაღაცის კეთება. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ერთად ვერ იმუშავებენ. რუსეთი აღარ დარჩება შავ ზღვაზე. აღარ იქნება შავ ზღვაზე. ამის გარანტორი მე ვარ. მაგრამ აი იმის გარანტორი რომ მიშა დროზე გამოუშვას ტრამპმა, რატომღაც ვერ ვარ. ეს რატო არ ხდება? დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, უკრაინას გამარჯვება. მერე ჩვენი რიგიც არის უკრაინის გამარჯვების მერე. რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე. ქოცი კრემლის განავალია და კრემლის განავალის განავალია ჟოპოზიცია. ქართული ვითომ ოპოზიცია ფურთხის ღირსი.